ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გუშინ, ანუ კვირა საღამოს 6 საათზე დასრულდა მოსწავლეების რეგისტრაცია და ბუნებრივია და ლოგიკურია, რომ პირველი შეკითხვა სწორედ ეს იქნება, სულ რამდენი მოსწავლე დარეგისტრირდა და საინტერესოა მოიმატა თუ არა წინა წელთან შედარებით. დიდი მადლობა, მოგესალმებით და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს თემა ესეთი აქტუალურია და ვსაუბრობთ სწორედ ძალიან საინტერესო პროექტზე. მესამე წელია ვახორციელებთ ამ პროექტს და წლიდან წლამდე მოსწავლეების რაოდენობა იზრდება, იმ მოსწავლეების, რომელთაც აქვთ სურვილი აი ამ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. პირველ წელს დაახლოებით 21,000 მოსწავლე იყო რეგისტრირებული, ესეც ნამდვილად არ არის მცირე რაოდენობა დამეთანხმებით. შაშან 26,000-ზე ოდნავ მეტი იყო მოიმატა და წელს უკვე 28,000 გავწვით, ასე რომ მართლაც ძალიან სასიხარულოა ეს ამბავი, იმიტომ რომ ეს არის თემა, რომელიც მართალი გითხრათ ბოლო მე-9 კლასში, მე-10 კლასში არის სავალდებულო, მაგრამ მე-11, მე-12 კლასებში ნებაყოფლობითია არსებული ეროვნული სასწავლო გეგმით. ქვედა კლასებში ინტეგრირებულია სხვადასხვა საგნებში, მაგრამ და ჩვენს შეზღუდვა არ აქვს ასაკობრივი, ასე ვთქვათ, გართვლილია, რა თქმა უნდა, უფროს კლასელებზე, მაგრამ შეუძლიათ მე-9 კლასელებსაც მიიღონ მონაწილეობა და ასეთები ყავს საკმაო რაოდენობით, რაც ასევე ძალიან სასიხარულოა და ესეთი мотиваცია რო აქვთ მოსწავლეებს, აი ესეთ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა და მართალი გითხრათ, სექტემბრიდან სანამ დავიწყებთ რეგისტრაციას არის სკოლებიდან რეკვა მშობლების ზარები, როდის იწყება რეგისტრაცია, არ გამოგრჩეს და ჩვენ შულს უნდა მონაწილეობის მიღება და ასე შემდეგ. ასე რომ დიდი აჟიოტაჟი გვაქვს უკვე უბრალოდ სექტემბრიდან დაწყებული. და მე პირადად ნამდვილად ძალიან მოხარული ვარ. ფაქტია, რომ პროექტმა გაამართლა, იმიტომ რომ მესამე წელია ტარდება, უკვე ტრადიციული სახე მიიღო, რაც მთავარია დარეგისტრირებულთა და მონაწილეთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ საინტერესოა თავდაპირველი მიზანი რა იყო. რისთვის შეიქმნა ოლიმპიადა? მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ დაბადიჟებისთვის, მიესალმებით თქვენ ტელემაყურებლებს. მიზანი მე ვფიქრობ ძალიან ნათელი არის. აღნიშნული ოლიმპიადა უნიკალურია თავის ფორმატით და შინაარსით. ჩვენთან ტარდება ხშირად ჩვეულებრივ საგნებში სხვადასხვა კონკურსები, რომელიც ავლენენ მოსწავლეების ცოდნას ამა თუ იმ საგანში, თუმცა აღნიშნული საგანი ყოველთვის მოკლებული იყო მსგავს ყურადღებას, არადა ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტალური საგანი, რომელიც ამაღლებს თვალსაჩინოს, აძლევს ახალგაზრდა ჩვენს მოქალაქეებს წარმოდგენას იმაზე, თუ რისგან შედგება მათი მოქალაქეობრივი უფლებები, მოვალეობები და რა არის ზოგადად მოქალაქეობა და რას ნიშნავს ის, რა შინაარსის მატარებელია. და მე ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ მსგავსი ფორმატი შეიქმნა და ალბათ დღევანდელი გადმოსახედიდან ბუნებრივიცაა, რომ მან გაამართლა. ეხლა თქვენ საუბრობდით რაოდენობაზე და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძალიან დიდი გეოგრაფიული დაფარვა გვაქვს, ანუ ფაქტობრივად სკოლა არ დარჩა, რომ არ იყოს მონაწილე და მეცაც გეტყვით, გალიდანაც კი ახერხებენ მონაწილეობის მიღებას. ანუ ჩვენ გვაქვს ყველაზე მასიური ღონისძიება ქვეყნის ფარგლებში, რაც კი შეიძლება, რასაც შეიძლება შევადაროთ ამ კუთხით რა და ამიტომაც პროექტმა მართლაც გაამართლა, თქვენ აბსოლუტურად მართალი ვდანდებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ წელს მივიღებთ არანაკლებ შედეგებს. თვითონ ეს ციფრები რას მეტყველებს 28,000 მონაწილე, რომელთგანაც უნდა შეირჩას 20 საუკეთესო, წარმოგიდგენიათ ეს რა კონკურსი არის და როგორ საცერში, ანუ როგორ პირობით, ასე ვთქვათ, საცერში უწევს ყველა კანდიდატს მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, ჩვენი გამარჯვებულები, სიამაყით მინდა ვთქვა, რომ არიან საუკეთესო წარმომადგენლები ჩვენი სკოლებისა. იცით რა, რისთვის მოუწევთ ბრძოლა, იმიტომ რომ იმდენად რაღაც წარმოუდგენელია, რომ მოხდე აი ამ ხელა რაოდენობიდან მცირე საუკეთესო 20-ში, რომ ალბათ უნდა ვუთხრათ რა ელით ჯილდოს სახით, ხო, ესე ვთქვათ.
თავარი პრიზი რა იქნება? ჩვენ იქიდან გამომდინარე გვაქვს რამდენიმე ეტაპი, სამი ძირითადი ეტაპი არის. კი, პირველ ეტაპზე რჩება 2000 მონაწილე საერთო რაოდენობიდან, მეორე ეტაპზე 200 და შემდეგ ხდება 20 საუკეთესო არჩევა. ყველა ეტაპს თან ზდევს თავისი პრიზები. პრიზები არის ბუნებრივია, თან წამასახალისებელი, ასე ვთქვათ, დატვირთვის თან პლუს ეხმარება, ისე არის განსაზღვრული, რომ დაეხმაროს მონაწილეებს მათი ამოცანების შესრულებაში. ძირითადად ჩვენ გვაქვს პრიზად შესაბამისი ლიტერატურა, წიგნები. ყველა ეტაპზე მონაწილეები იღებენ ვაუჩერებს წიგნების მაღაზიებში, სადაც შეუძლიათ იმ ვაუჩერის თანხის ფარგლებში იყიდონ, შეიძინონ წიგნები, ეს ვაუჩერები ვერ ხეობს 50-დან 500 ლარამდე. და ბოლოს ყველაზე ასე ვთქვათ მთავარი პრიზი არის ერთთვიანი სასწავლო კურსი ინგლისში ან ევროპის სხვა ქვეყანაში. ფანტასტიკურია. 20-ვე გამარჯვებული წავა ამ კურსზე, ხო? კი, 20-ვე გამარჯვებული წავა და ასე შედგა რომ 20-ვემ ორივე წელს აირჩია ინგლისი და უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო კურსები, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში არის და ეს ძალიან დიდი შესაძლებლობა არის ყველა მოსწავლისთვის, რომ დახვეწოს ინგლისური ენა და ზოგადად რატო არ ვართ ახლა? ხო, იცი, ამას ვფიქრობდი ახლა ზუსტად ელენე. შორის ის კი გამოგრჩა, რომ გეთქვა საუკეთესო ოცეული მიდის ოქსფორდში, მაგრამ შემდეგი ოცეულიც ძალიან სერიოზული. ანუ 40 მესამე ტურის შემდეგ 40 ვლინდება საუკეთესო, რომელთაც უწევთ პრეზენტაციების გაკეთება, ესე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო და აი ამ 40-დან 20 საუკეთესო ვლინდება, რომელიც შემდეგ მიემგზავრება დიდი ალბათობით ინგლისში, თუმცა თუ სხვა ენას სწავლობს მოსწავლე, მაგალითად ფრანგულს ან გერმანულს, ბუნებრივია შეთავაზება მოქალაქის მხრიდან აირჩიოს ქვეყანა. ანუ ინდივიდუალურად შეუძლიათ აირჩიოთ მე გერმანულ ენას ვფლობ და წავიდე ესპერში. ანალოგიურად. და უკაცრავად და აი ამ ოცეულზე შემდეგ ოცეულზე ჩვენ გვაქვს არანაკლებ საინტერესო პრიზი, ჩვენ ვაკეთებთ სხვათა შორის ეს არა მარტო ოცეულს ეხება, ეს უფრო მეტ რაოდენობას პირველ წელს იყო მე გაფართოვდა. ჩვენი ორგანიზაცია აწყობს ეკობანაკებს ზაფხულის თვეებში, რომლებიც ორგანიზდება დაცულ ტერიტორიებზე. შარშან ეს იყო ბორჯომის, კოლხეთის და თუშეთის ეროვნული პარკები, სადაც მათ თემატური ვორქშოპები უტარდება და ათავსებენ როგორც განათლებას, ისე დასვენებას და გართობას. სასიამოვნოდ ატარებენ დროს. თუმცა გამარჯვებამდე მონაწილეებს უწევთ საკმაოდ რთული გზის გავლა. გულისხმობ იმ სამ ეტაპს, რომელზეც ვისაუბრეთ. ხომ უფრო კონკრეტულად ხომ არ შეგვიძლია ქალბატონო მაია ვისაუბროთ, რას გულისხმობ თითოეული ეტაპი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ახლა ძალიან ბევრი მაყურებელი გვიყურებს, ბევრი მოზარდის დედა და ფიქრობს, როგორ მოამზადოს მისი შვილი უკეთ აი ამ შემდგომი ეტაპებისთვის. კი ბატონო, შეგვიძლია ვუკარნახოთ მშობლებს და პედაგოგებს, როგორ დაეხმარონ ჩვენს მოსწავლეებს უკეთესად მომზადებაში, იმიტომ რომ ნიკო ახსენა ეს პროექტი გარკვეული თვალსაზრისით უნიკალურია და უნიკალურია, იმიტომ რომ აი ამ პროექტის ფარგლებში უამრავი რამ მზადდება სწორედ ჩვენი მოსწავლეებისთვის. პირველი გახლავთ ის 4 ტომეული, რომელიც მომზადდა სათაურით რა არის თავისუფლება და ფანტასტიკური კრებულია აქ არის როგორც მხატვრული ლიტერატურა, ისე პუბლიცისტიკა და სწორედ აი ამ ასე ვთქვათ საკითხებთან დაკავშირებული ისეთი კრებული, რომელსაც რა თქმა უნდა ძალიან ძნელად თუ მოუყრი თავს ერთად და აი ეს 4 ტომეული განსაკუთრებით დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს, ჯერ ერთი ძალიან კარგი საკითხავია, არის იქ ისეთი ასე ვთქვათ ნაწარმოებები, რომლებიც თარგმნილია, ახალი თარგმნილი ასე ვთქვათ, ცინცხალი და ისეა შესული კრებულში და აქედან გამომდინარე ბევრი ნაწარმოები ჩვენი მოსწავლეებისთვის ვერ იქნებოდა ესე ადვილად ხელმისაწვდომი. 4 ტომეული ძალიან დიდი მოცულობის არის, ეხლა მზადდება მე-5 ტომი და მე-6 ტომი ჩვენი ახალი მონაწილეებისთვის და ამის გარდა ვიდეო ლექციების კურსი. ვიდეო ლექციების კურსი, რომელიც როგორც მე აღმოვაჩინეთ სწორედ აი ჩვენ ბოლომდე
თვალს ვადევნებთ ჩვენს მოსწავლეებს, როგორი მომზადებული მოდიან ტურიდან ტურამდე და განსაკუთრებით ბოლო ფინალურ ტურში ვინც იღებს მონაწილეობას. მათ პრეზენტაციებზეც ეტყობათ და იმ ესეზე, რომელიც მესამე ტურში ექნება დასაწერი, როგორ კარგად და ეფექტურად იყენებენ იმ მასალებს, რასაც ჩვენ ვაწოდებთ ახლა ამ შემთხვევაში მე 4-ტომეული მხედველობაში და ბუნებრივია ეს ვიდეო ლექციები, რომლებიც სპეციალურად მათთვის მზადდება. და სხვათა შორის, აი ამ ვიდეო ლექციებში მონაწილეობენ თავად ის მოსწავლეები, რომლებიც წინა წელს, ასე ვთქვათ, მესამე ტურზე გადავიდნენ, ან გამარჯვებულები აღმოჩნდნენ. ვიდეო ლექციები იყო აი ესეთი ფორმატის და ეს ჩვენს უпростоრეთ ამ პროექტის Facebook გვერდზე ახლაც არის განთავსებული. დისკუსიის ფორმატი აქვს, როცა თვითონ ძალიან ასე ვთქვათ აქტიურად ერთვებიან მოსწავლეები და ბუნებრივია იმ ადამიანთან ერთად, ვისაც მიყავს აი ეს ვიდეო ლექცია, ასე ვთქვათ, კითხვების დასმა და ძალიან ისეთი ინტერაქტიული გამოვიდა ის ნაწილი. ეხლა წელს ახალი ციკლი ჩავწერეთ, ეს ფორმატით განსხვავებულია, აქ მოსწავლეები არღებულობენ მონაწილეობას, მაგრამ დამერწმუნეთ უკიდურესად საინტერესოა. ბატონი თამაშჯოლო გვასაუბრობს ახლა ჩემი ლექტორი, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექტორი გამორჩეული, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მისი ლექციები იყო წარმოდგენილი. საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებიდან. და თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ხშირად დეტალში ჩანს მთელი, აი ეს მაგალითი მე ვფიქრობ გამოგვადგება იმის საილუსტრაციოდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით აღჭურვილი ადამიანის მიმართება კანონთან როგორი უნდა იყოს. თუ ჩვენ იმასაც ვამბობთ, რომ ისტორია კიდევ ვისი ლექციების მოსმენა შეგვიძლია და ვისაც უნდა ველოდოთ. და ასევე საინტერესოა, რის მიხედვით ხდება ამ ადამიანების შერჩევა და ისინი კონკრეტულად ირჩევენ რაიმე ერთ თემას, რომლის ირგვლივად საუბრობენ, ესეც საინტერესოა. კი ბატონო, წინა წელს რომ ჩავიწერეთ ვიდეო ლექციები, მაშინ რა თქმა უნდა მოსწავლეებთან გავიარეთ კონსულტაციები, შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა ისეთი თემები შერჩეულიყო, რაც მათი ინტერესის სფეროში იქნებოდა და ამანაც ძალიან კარგი ნაყოფი გამოიღო, ნაკარნახევი ძირითადად თემები იყო მოსწავლეებისგან. წელს ხო იმასაც ხო არ არჩევდნენ, ვის ლექციას მოისმენენ, არა მხოლოდ თემას, არამედ ვისი მოსმენა უნდა. კი, იყო რამდენიმე შემთხვევა და სწორედ მეტად თუ ნაკლებად წელს ამითიც ვიხემძღვანელეთ, გვექნება შესაძლებლობა გარდა ასე ვთქვათ, ბატონი თამაზის ვიდეო ლექციის მოსმენისა უკვე ატვირთულია კახა ჯამბურიას ვიდეო ლექცია და შემდეგი იქნება რატი ამაღლობელი და გიორგი კეკელიძე. ანუ ეს 4 ადამიანი ჩავწერეთ ახლა და პირდაპირ გეტყვით, სწორედ აი ამ ნიშნით შევარჩიეთ ეს ადამიანები, ჯერ ერთი ასე ვთქვათ მოსწავლეებისგან იყო მოთხოვნა არა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში სურვილი, რომ მათ მიიღოთ მონაწილეობა და მე ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ლექციები გამოგვივიდა, ესენი უფრო მოკლეა ვიდრე წინა ლექციები, მაგრამ ძალიან საინტერესო თემატიკას ეხება. აი ხა ვუსმენთ ბატონი კახა ჯამბურიას ლექციას და საერთოდ დგება თუ არა თავისუფლების საკითხი იმ დროს, როდესაც პიროვნება თვლის, რომ სამხედრო ბრძანების შესრულება არ უნდა, ან არ შეუძლია, რადგან ნებისმიერი ომი იწვევს უამრავი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვას. ეს საკითხი ძალიან მოულოდნელი იყო, რომ დასმულიყო მაშინ, როდესაც ის პირველად გაისმა. რადგან მეორე მსოფლიო ომის მართალია, ოლიმპიადაზე მონაწილეობას ვერ ვიღებ, მაგრამ მე პირადად გამიჩნდა შეკითხვა და სურვილი რომ მოვუსმინო სად. კი ბატონო, ამ ლექციებს. ეს პროექტის Facebook გვერდზე აიტვირთა, ბუნებრივია მოქალაქის გვერდზე შეგვიძლია ვნახოთ და ასევე შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე, ასე რომ ძალიან მარტივი მისაგნებია, მართალი გითხრათ. კი, გარდა ამისა, მინდა თქვა, რომ ეს ჩვენი კრებულები, რომლებიც ქალბატონმა მაიამ ახსენა, რომლებიც მართლა ძალიან კარგ წარმოდგენას იძლევა მსოფლიო ლიტერატურაზე, ანუ ახალგაზრდა მკითხველს შეუძლია შეიქმნას წარმოდგენა სხვადასხვა მწერალზე, იმიტომ რომ ის შედგენილი არის მოკლე ტექსტების და მოკლე მოთხრობების კუთხით და თითქმის მთელი მსოფლიო და ქართული საუკეთესო მწერლობა მოიცვა. აღნიშნული კრებულები
მოიპოვება სკოლის ბიბლიოთეკებში. ჩვენ თავის დროზე ყოველი ტურის შემდეგ აუცილებლად თითო წიგნს ვაწვდით სკოლების ბიბლიოთეკას, საიდანაც გვყავს მონაწილე. შესაბამისად, ვინც ეხლა ემზადება პირველი კურსისთვის, იმათაც შეიძლებათ რომ გამოიყენონ ეს ან წაიკითხონ სკოლის ბიბლიოთეკაში, ან გადაიღონ ქსეროქსზე და მოკლედ ეს ასევე დამატებითი საშუალება არის დავალების უკეთესად თავის გათვლისთვის. ქალბატონო მაია, თქვენ აღნიშნეთ, რომ მეოთხე ადამიანი არის რატია მაღლობელი, რომელიც ასევე მოზარდებისთვის და არა მხოლოდ მათთვის საუბრობს. მოდი შეგვიძლია მოვისმინოთ პატარა ნაწყვეტი. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ვიწყებთ საუბარს, მე ვფიქრობ საინტერესო თემაზე. ეს თემა არის პირობითი სათაური ამ თემის არის პოეტები და ძალაუფლება, პოეტი და მეფე, შეიძლება ასე ითქვას. და ეს თემა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ისტორიისთვისაც საინტერესოა, ევროპული მონარქიების ისტორიებისთვის და ევროპული კულტურისთვის შესაბამისად. რატომ პოეზია? ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად, მე ვფიქრობ დღეს აი ამ კომერციულ სამყაროში, ამ აჩქარებულ დროში, ჩვენს ეპოქაში, ცივილიზაციაში, სადაც ყველაფერი ითვლება, დრო, წუთები, სივრცე, ჩვენ ცხოვრება, ის რასაც შეუძლია ჩვენი დაცვა ყველაზე მეტად, რომ არ გავხდეთ გამომშრალი, შეიძლება ასე ვთქვათ, ორწყობილები, შინაგანი ორწყობილები, ასე ვთქვათ, მშრალი და მსხრევადი, ყველაზე მეტად ამისგან ადამიანს იცავს ხელოვნება და განსაკუთრებით პოეზია. აი, როდესაც საუბრობენ მის დანიშნულებაზე, მის ფუნქციაზე, სოციალურზე, ესთეტიკურზე, ეთიკურზე თუ ასე შემდეგ, პოეზიას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, ეს არის ინდივიდუალური, პიროვნული თვისება, რომლითაც ის აჯილდოებს მის წამკითხველს თუ მის შემქმნელს, რომ ის ხდება ასე ვთქვათ, სამყაროს შემეცნებელი არა კონკრეტულ დროში, არა კონკრეტულ ეპოქაში, მხოლოდ არამედ მისი შემეცნება მოიცავს მრავალ ეპოქას. შემთხვევით არ არის რომ ვთქვათ მუზების დედას მხოლოდ მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის არ იქნება საინტერესო, იმიტომ რომ ისეთ თემებზე და ისეთი ადამიანები საუბრობენ, რომელიც ყველა ასაკში ყველასთვის საინტერესო იქნება და ბევრი მნახველი პირადი სიამოვნებისთვის მოусმენს ამ ყველაფერს და გარდა იმისა, ვინც გადაწყვეტს რომ ოლიმპიადაში მიიღოს მონაწილეობა, მგონი ამ ნაწყვეტების მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო დავაინტერესეთ და კიდევ უფრო მეც გაუჩნდება სურვილი. კი, პასუხებს იპოვე. ერთი რამ რაც მინდა ვიცით დავაზუსტო აღსანიშნავია რომ ანუ შეზღუდულები არ იყვნენ ენის პრობლემა არ იყო იმიტომ რომ ოლიმპიადა ჩატარდა ქართულ ენაზე, რუსულ ენაზე, სომხურ ენაზე და აზერბაიჯანულზე ხო ესეც დავაზუსტო. კი, ჩვენი ეთნიური უმცირესობებისთვის მზადდება მათ მშობლიურ ენაზე დავალებები და აი სამწუხაროა სწორედ ამაზე ვფიქრობდი ახლა რომ უსმენდი სამწუხაროა რომ აი ვიდეო ლექციები და დაუშვათ იგივე კრებულები მათ ენაზე ვერ მომზადდება ბუნებრივია სხვათა შორის აი დომადომასთან დაკავშირებით დავამატებ მე თუ სწორედ მახსოვს ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის პირებიც კი გვყავდა ვინც გადალახეს რამდენიმე ეტაპი და ანუ ამ კუთხით მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ყველა შეუწყოთ ხელი რომ მიიღოს შაშამჟავდებულებიც ყავდა კი შეზღუდულები არანაირი არ არსებობს ხო მე როგორც ხვდები იმიტომ რომ მოდებულია მთელ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია შეზღუდული შესაძლებლობები ამ შემთხვევაში არ იქნება დამაბრკოლებელი არანაირად იმიტომ რომ ერთადერთი რაც ასე ვთქვათ უნდა მოითხოვონ რა ფორმით უნდა შეუწყოთ ხელი და მაგალითად უსინათლოებისთვის მზადდება ბრაილის შრიფტით ბუკლეტები თუმცა მათი მათ სურვილზე დამოკიდებული ბრაილის შრიფტს გამოიყენებენ თუ სპეციალურ პროგრამას ესეც შეგვიძლია შევთავაზოთ და ენის ბარიერიც არ არსებობს ბუნებრივია ენასაც ირჩევენ და ასე რომ იმის მიხედვით ვამზადებთ შემდეგ ბუკლეტებს თუმცა ისე ვიმეორებ მაგალითად ვიდეო ლექციები რო ყოფილიყო შესაძლებლობა და მშობლიურ ენაზე ქონოდათ შესაძლებლობა მოესმინათ იქნებოდა ძალიან კარგი მაგრამ ამის განხორციელებაც სამომავლოდ ალბათ შეიძლება რა თქმა უნდა გვაინტერესებს პირველი მეორე მესამე ეტაპები როდის გაიმართება და გამარჯვებულები როდის გამოვლინდებიან გამარჯვებულები და შემდგომ ეტაპზე გადასულები 27 ნოემბერს შაბათი დღეა ვატარებთ პირველ შესარჩევ ტურს ფაქტიურად ყველა სკოლაში ტარდება
ერთდროულად და აი ამ შედეგების მიხედვით უკვე მომენტალურად გავიგებთ შედეგებს, იმიტომ რომ შესარჩევ შესარჩევ ტურზე მხოლოდ არჩევით ბოლოიანი დავალებები გვაქვს, ანუ უნდა მონიშნოს სწორი პასუხი. კი ბატონო, კომპიუტერის მეშვეობით იქნება შესარჩევი ტური და მომენტალურად იგებს სკოლას რამდენი დააგროვა. მომენტალურად იგებს სკოლას, საუკეთესო 2000-ში მოხდა თუ არა, ამას წამსვე ვერ გაიგებს. ასე რომ გვერდით ნიშნავს კითხავს, შენ რამდენი დააგროვა. მაქსიმუმ 1 დღე, 2 დღე გჭირდება იმისთვის, რომ გამოვავლინოთ საუკეთესო 2000. და შემდეგ უკვე იქით აწევს იანვარში, სავარაუდოდ იანვარში წინასწარ ეცოდინებათ მათ გაიმართება მეორე ტური. მეორე ტური რეგიონებში გაემართება, ანუ რეგიონალურ ცენტრებში სავარაუდოდ არ მოუწევთ თბილისში ჩამოსვლა. თქვათ, ადგილზე გავაკეთებთ ამას ყველაფერს. ოღონდ აქ უკვე ღია დავალებები იქნება და არა მხოლოდ ასე ვთქვათ რეპროდუცირება. და მესამე ტურში პრეზენტაცია როგორც მესამე ტურში ესე ექნებათ დასაწერი, საინტერესო ტურია სხვათა შორის მესამე დასკვნითი ტური, იქ უკვე 200 საუკეთესო მოსწავლეღებულოს მონაწილეობას, მათ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ექნებათ დასაწერი ესე, არგუმენტირებული ესე და პრეზენტაცია სწორედ იგივე საკითხზე ამზადებენ. წინ გამარჯვებისკენ 28,000 ადგილი და მხოლოდ 20 გამარჯვებულიო, მაგრამ ბრძოლა ღირს და გამოიყენეთ ყველა ხერხი და თუ ოცეულში ვერ მიხვდებით, ცოდნას მიიღებთ ნამდვილად, რომელიც ძალიან გვჭირდება.